კომენტარებში დავიწერეთ თქვენი აზრით შემადგენლობით ძალა რო შევაფასოთ ჯამური შემადგენლობის თავისი სკამით და რესურსებით ხო ეგ უნდა გავითვალისწინოთ იმიტომ რომ შესარჩევ ციკლში ვიღაცას ტრავმა სადღაც ექნება ვართ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო 16 ევროპის საუკეთესო 16 ნაკრებში რესურსებით ბიჭო არ ვიცი ვინ არის მან მე-14 მითხარი რავი რეიტინგი შევ თუ გოლს რეიტინგი ვნახოთ მოდი ესე მივყვები ჩამოგითვლი და მითხარი ჩვენზე ძლიერ 16 გუნდს მეტყვი უეჭველად მიდი მითხარი საფრანგეთი ხო მე გაგაჩერებ იქ სადაც ვიგრძნობ რომ შეგვიძლია მაგ დონეზე ვითამაშოთ ხმა არ ამოიღო იქამდე სანამ საქართველოს ნაკრები არ მოგებს შეგვიძლია ვითამაშოთ სხვა რამეა ეგრე საფრანგეთის დონეზე შეგვიძლია აბა შენ რას ამბობ რომ უეჭველი უნდა მოგოთ შემადგენლობა არა მე გეუბნები მარტივ მოცემულობას შემადგენლობა თავისი რესურსებით სიღრმით ასე შემდგომ ჩვენზე ძლიერი ხავთ თუ არა მაინტერესებს რაღაცა როგორ შევაფასოთ ან მიდი გამოჯო დაიწყოს კაცო ვითამაშო ხო არა რთულია როგორ თქვა ეხა მე ვიტყვი რა ტრანსფერმარკეტის ჯამური ღირებულება თურქეთს ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა თურქეთს ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა ხარ ნუ ეხა უეჭველი აი რაღაც მიდი რა მადლობა ვინმე გეწინააღმდეგებოდა მაგას არა მე მაინტერესებს რომ აი ხალხს შეუქმნათ დავეჭდილება რომ სად ვართ რეალურად და რამდენად უნდა ვითხოვდეთ ასე მე ვამბობ ჩეხეთი, ალბანეთი, უკრაინა, საქართველო რო იყო ჯგუფი, აი მაგთი ერთში ვარ, ხო, მე ცოტა გონია რომ შეიძლება უკრაინას ჩვენზე ძლიერი იყოს. ჩეხეთს და ალბანეთს მე სხვა აზრი. დანია ჩემი საქართველოს ძლიერია, ნორვეგია ჩემი საქართველოს ძლიერია. ხო, 10 თნოლებს იგებს სხვა. ბელგია, ნიდერლანდები, არ ვედრებთ. ინგლისი. სხვა სამყარო. შოტლანდიაც კი მგონი, იმიტომ ძალიან ღრმა შემადგენლობა. თუმცა აი შოტლანდიას სახში უნდა უგებო. შეიძლება უგებო. ხო და მორჩა ეგ არის, მაგას ითხოვს ხალხი თორე ის ხო არ არის რომ ძლიერები ვართ უფრო.